დღეს ვისაუბრებთ შოკის მომგვრელ კვლევაზე, რომელიც თმის დაგრძელებაში დამალულ ტოქსიკურ საფრთხეებს ეხება. მოდით პირდაპირ ვნახოთ Silent Spring Institute-ის კვლევის შემაშფოთებელი შედეგები. წარმოგიდგინიათ, ტესტირებული პროდუქტების 95%-ში მინიმუმ 1 კიბოს გამომწვევი ქიმიკატი იპოვეს. და რაც კიდევ უფრო უარესია, ამ ქიმიკატების 80% მეცნიერებისთვის სრულიად უცნობია. მას რას ნიშნავს ეს უხილავი საფრთხე ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ვნახოთ. კვლევის მიხედვით ეს ქიმიკატები ჯანმრთელობის 5 მთავარ რისკს უკავშირდება. ექიმები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან, ისინი ამ ქიმიკატებს უნაყოფობასა და ფიბროიდებს უკავშირებენ. ამ ქიმიკატების შავ სიაში ნაცნობი სახელებიცა, მაგალითად, ტყვია და სტიროლი. დაფიქრდით, ნივთიერება, რომელიც გემების საღებავშიც კი აკრძალეს, თმის პროდუქტებში აღმოაჩინეს. მაგრამ როგორ ხდება, რომ ასეთი საშიში პროდუქტები ასე თავისუფლად იყიდება? საქმე ისაა, რომ ამ პროდუქტებს არაპროპორციულად ხშირად შავკანიანი ქალები იყენებენ. და ეს საფრთხე შეიძლება სამთაობასაც კი გადაეცეს, ქალიდან შვილზე და შვილიშვილზე. სწორედ ამას ქვია გარემოს დაცვითი უსამართლობა, როცა ერთი ჯგუფი მეტად ზარალდება. თავარი პრობლემა, ამ პროდუქტების უსაფრთხოებას არავინ აკონტროლებს. რეგულაციები უბრალოდ არ არსებობს. კარგი, და ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ? ნახოთ. ექსპერტები ქიმიური ზემოქმედების შესამცირებლად სამ მარტივ ნაბიჯს გვთავაზობენ. ვაშლის ძმრით გამოვლებაზე რა სიტყვით? ის ცოტათი შველის, მაგრამ პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს. თუმცა უსაფრთხო ალტერნატივები არსებობს. უბრალოდ ისინი გაცილებით ძვირია. ეს ყველაფერი კი ერთ რთულ კითხვას გვიტოვებს. ღირს კი სილამაზე ჯანმრთელობის ფასად. შენი ექიმი